რაც შეეხება გური მრეწველობის შემთხვევას. როცა ამბობენ, რომ არსებობს მტკიცებულება, რეალურად არსებობს 13 წამიანი ვიდეო, რომელიც შედგება 3 ნაწილისგან და ძალიან ცუდი მონტაჟის გაკეთებულია და რატო? პირველი კადრი, რომელიც გრძელდება დაახლოებით 5 წამი, ნაჩვენებია ქვაფენილზე დავარდნილი ქვა. ამის შემდეგ ჩანს კადრი, სადაც მშვიდად დგომი გური მრეწველობა არის საქართველოს დიდი დროში თხელში. ერთ-ერთ ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარედ და ბოლო წამში ჩანს რაღაც გარკვეული დაუდგენელი მოქმედება გური მრეწველობას, სადაც ის იხრება და წელში იმართება. ჩვენ მოვითხოვეთ უწყვეტი კადრის წარმოდგენა, მათ მოიპოვეს და აიღეს უწყვეტი კადრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე უნდა ქონოდეთ. და უწყვეტ კადრში უკვე ქვა გაქრა. ფაქტობრივად მათ აღიარეს, რომ პირველი 5 წამიანი მონაკვეთი, სადაც ქვა იყო ნაჩვენები, იყო ხელოვნურად მონტაჟის შედეგად მიბმული.